ვისაუბრებთ ადამიანებზე, რომლებიც სამყაროს სხვანაირად ხედავენ. ხშირად უფრო გულწრფელად, სიღრმისეულად, რასაც ბევრი ჩვენგანი ვერც კი ამჩნევს. ეს განსხვავებულობა ნაკლი არ არის. ეს არის მრავალფეროვნების ნაწილი, რომელიც გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ თითოეული ჩვენგანი ამ სამყაროში. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აუტიზმის დიაგნოზი არის საკმაოდ ხშირი. ზრდასთან ერთად მითები და მცდარი წარმოდგენებიც იზრდება. ხშირად მშობელი პირველ ნიშნებს ვერ ამჩნევს. ან ამჩნევს, მაგრამ არ სჯერა. ზოგჯერ კი უბრალოდ ეშინია. დღევანდელი გადაცემა სწორედ ამ შიშებს და სტიგმების გარღვევაზეა. ჩვენ ვისაუბრებთ, რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუტიზმის დროული დიაგნოსტირება და რა არის ის პირველი ნიშნები, რომლებიც მშობელმა უნდა ამოიცნოს. ვისაუბრებთ იმ სირთულეებზე, რომლებიც ყოველდღიურად აქვთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს. ასევე ვისაუბრებთ თუ რას ნიშნავს იყო მშობელი, რომელიც ამ გზას გადის. დღეს ჩვენთან არის დედა მალინა ბერეკაშვილი, რომელიც 10 წელზე მეტია თვითონ დაუღალავად ზრუნავს სხვის ჯანმრთელობაზე და დღეს ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას. რას ნიშნავს იყო აუტისტური სპექტრის შვილის მშობელი. ასევე გვყავს პედიატრი ლალი ჯანაშია, რომელიც აგვიხსნის რა არის აუტიზმი, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და რატომ არის ადრეული ჩარევა გადამწყვეტი. დღეს გიყვებით თემაზე, რომელიც არ არის მხოლოდ სამედიცინო, ეს არის სოციალური, ემოციური და ადამიანური საკითხი. დღევანდელი გადაცემა შეიძლება ზოგისთვის რთული მოსასმენი იყოს, მაგრამ ძალიან საინტერესო მგზამკვლევი დროული დიაგნოსტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. პილეჟე დაარსდა 1989 წელს საფრანგეთში. პილეჟე დღეს ცნობილია როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე. წარმოგიდგენთ ვიტამინ D3-ს, თქვენი ძვლების, კუნთების და იმუნური სისტემის სიჯანსაღე. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმრები და მოდი, მალინა, დავიწყოთ შენით. რა იყო ის პირველი ნიშანი, რამაც დაგაფიქრა, რომ ეს არის აუტიზმი? პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის და დავიწყებ იქიდან, რომ ალექსანდრა 2 წლის და 4 თვის ასაკში პირველი რაც შეიმჩნეოდა მასთან, ეს იყო გაფანტული აზროვნება და პირველი ის, რომ ალექსანდრას 15 ჯერ დაუძახე და მე 15 თუ მე 16 ჯერ მომიტრიალდა და ისიც კონტაქტი თვალის იყო ძალიან გაქცეული. და რამდენადაც ვიცი, ამის ამსახველი ვიდეო გაქვს და მოდი მე მგონი კარგი იქნება რომ ვანახოთ ჩვენს მაყურებელს თუ როგორ ვერ პასუხობდა ის დაძახილზე. დედიკო, ალექსანდრა. 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 თვეების განმავლობაში მე და მის შორის ის დედობრივი ურთიერთობა, რასაც ქვია, ჩვენ არ გქონია. პირველი ეს იყო, დაძახილზე იყო პრობლემა, იყო ტრიალი, მერედან მერე წამოვიდა ფეხის წვერებზე სიარული და რაც მთავარია, სათამაშოები, რომლებიც იყო რიგზე ჩაწყობილი, მწკრივში და ძალიან სწორი. ნუ ჩემი პირველი რეაქცია ის იყო, რომ პირველივე ჯერზე მივმართე პედიატრს, როგორ მახსოვს ძალიან კარგად, ღამის პირველ საათზე დაურეკე და მაშინვე მან იმ ღამესვე მოახდინა ჩემი რეაქცია ის, რომ ხვალვე წავსულიყავი, ანუ მეორე დღესვე წავსულიყავი ნეიროფსიქიატრთან და მომხდარიყო ბავშვის კონსულტაცია. ამ დროს ალექსანდრა იყო 2 წლის და 4 თვის, ხო? 2 წლის და 4 თვის. შემდეგ ფსიქიატრის შეხვედრის შემდეგ მან მომცა ისევ დრო, რომ 3 წლამდე სრულყოფილ აუტისტურ სპექტრის დიაგნოზს არ ისმევა და 4 თვე, 5 თვე მოგცა უფლება იმისი, რომ აქტიური თერაპიებით
იქნებ გამოსწორებულიყო ეს ყველაფერი. თანაუთ ალექსანდრა არის პანდემიის ბავშვი, იმიტომ ის პერიოდი გავიარეთ ძალიან რთულად, სულ ჩაკეტილობა, არა აქტიური ცხოვრება და ერთ-ერთი გამოწვევის მიზეზი ამასაც ასახელებდნენ. მალინა, მე მაინტერესებს ალექსანდრამ გვიან დაიწყო თუ არა საუბარი გარდა იმ პრობლემებისა, ჩვევებისა უბრალოდ და არა პრობლემებისა, რასაც ყვები. ალექსანდრას გვიან არ დაუწყია საუბარი, თავის დროზე ნამდვილად 1 წლის რო გახდა ეთის იძახდა, დედა, მამა, თითის გაშვერაც იყო, ყველაფერი იყო აბსოლუტურად 2 წლიდან ბავშვის რეგრესი იწყება ცხოვრებაში. ანუ 2 წლიდან ბავშვმა დაასრულა სიტყვების წარმოთქმაც და მითითებებიც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დაახლოებით 2 წლის და 3 თვის, 2 წლის და 4 თვის, აი ეს ზუსტად მახსოვს, ეს არის 2021 წლის აპრილი და მარტის თვეები, რომ ბავშვი უკან და უკან რეგრესი შეიმჩნია. რის საფუძველზეც მიმართა პედიატრს. ქალბატონო ვალი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი სტუმარი და მე ვიცი, რომ პირველ რიგში თქვენ ხართ ალექსანდრა ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ცნობილი პატარა გოგოს პედიატრი და მოდი მოგვიყევით, აი რა გამოვლინება აქვს აუტიზმს, რას უნდა მიაქციოს მშობელმა პირველ რიგში ყურადღება. მოგესალმებით, თემა არის საკმაოდ რთული, უღრანი დღე ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა, საიდან მოდის, რა შეიძლება იყოს გამოწვევის მიზეზი, რას უკავშირდება, არის თუ არა გენეტიკური, არის თუ არა სქესემიბული და შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა ისმება აუტიზმთან დაკავშირებით. მე შემიძლია სანამ არ გაშლით ამ თემას, არ გკითხოთ ერთი, რაც ალბათ მალინა დამეთანხმები, რომ ყველაზე გავრცელებულია. ვაქცინაცია აცრები იწვევს თუ არა აუტიზმს? პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში მე ექიმი, რომელიც ყველაზე ცნობილი ვარ საზოგადოებაში, ვაქსერ ექიმსაც მეძახიან, აბსოლუტურად თამამი ვარ ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში და დაევიყო ვაქსერი, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ერთი ნემსის ჩხვლეტით დედას და მამას მშობლებს შეგიძლიათ თქვენი შვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა დაიცვათ რამოდენიმე მძიმე ინფექციური დაავადებისგან და არ გამოიყენოთ ეს შანსი, უბრალოდ ამას არ ვიცი ზოგადად რა ქვია, რამხელა უპასუხისმგებლობა ქვია საკუთარი შვილის წინაშე, აუცილებლად სანამ გადავალ იმ თემაზე, იმიტომ რომ მარინასთან მეც მინდა რაღაც ინტერაქტიული, მინდა იყოს დღეს ჩვენი აქ შეხვედრა. ანუ ვაქცინაცია აცრები არ იწვევს აუტიზმს. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აუცილებლად ერთ წუთს მოვითხოვ იმისთვის, რომ ჩავშალო საიდან დაიწყო ზოგადად ეს საუბარი. ანტივაქსერული კამპანიის, ასე ვთქვათ, გააქტიურება იწყება 1990-იანი წლებიდან. 1998 წელს იყო ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც სრულად უპასუხისმგებლოდ 12 ბავშვზე ჩატარებული კვლევით დადო სტატია სამეცნიერო სამეცნიერო ბრალებში რა თქმა უნდა, რომელშიც თქვა, რომ წითელ-წითურ აყბაყურაზე, ეგრეთ წოდებულ ცნობილი წიწიყოთი აცრილ ბავშვებში აუტიზმი ვითარდებოდა. საუბარი არის 12 ბავშვზე, რომელიც არანაირ კრიტიკას არ უძლებს. საერთოდ ამ ტიპის კვლევები არ ტარდება. 2010 წელს ამ ადამიანს, იმიტომ რომ უკვე დაიწყო მასიური შესწავლა ამ საკითხის, რა თქმა უნდა, 657 ადამიანი, 657,000 ვაქცინირებული ბავშვი მონაწილეობდა კვლევაში. წარმოიდგინეთ განსხვავება და 6571-ში დადასტურდა აუტიზმი და 657,000 გამოკლეული ბავშვიდან ამ 6571-დან მეტი წილი საერთოდაც არ იყო ვაქცინირებული. ანუ ორივენაირი პოპულაცია გაერთიანეს და გააკეთეს კვლევა, რითაც დაუპირისპირდნენ ამ არაპროფესიონალურ კვლევას. 2010 წელს ამ ადამიანს საერთოდ შეუჩერდა ყველანაირი სამედიცინო ლიცენზია და მისი სტატია ამოღებული იქნა ყველა სამეცნიერო ჟურნალში. უამრავი განცხადება და მოგეხსენებათ ადამიანის ბუნება და აი იქ იწყება ის უბედურება, რასაც ანტივაქსერული მძიმე კამპანია ქვია, რასაც დღემდე ვიწვნებთ და უბრუნდები სოფო თქვენს პირველ კითხვას, რომ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი პირველ რიგში და სად იწყება, თქვენთვისაც ცოტა თამამი. ძალიან საინტერესო იქნება, ვფიქრობ ყველა მშობლისთვის, რომ აი რა არის პირველი ნიშნები, რამაც შეიძლება მიუთითოს, რომ ბავშვს აქვს აუტიზმი. პირველი აუცილებლად უყურეთ პირველი აქედან თხოვნა მარინას მინდა ვუთხრა რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული თავის შვილის ცხოვრებაში მე მაინც მგონია და მარინა დამეთანხმება რომ 2 წელი და 4 თვე არის საკმაოდ გვიანი ასაკი იმისთვის რომ დაიწყო აუტიზმთან ბრძოლა და მასთან ერთად თანაცხოვრება შეძლო ამიტომ დაიწყო უკვე ბევრი ფიქრი იმაზე წლების განმავლობაში სად უცებ სად ყველაზე ოპტიმალურ ასაკში სად ვიპოვოთ ეს ამბავი ამიტომ პირველი ადამიანები ხმამაღალი განაცხადი
მწარია თქვენი მხრიდან მე როგორც პედიატრი დამპატიჟეთ, იმიტომ რომ დიაგნოზი სვავს მხოლოდ ფსიქიატრი, მაგრამ ნახეთ პედიატრი არის მშობლის მერე პირველი ადამიანი, რომელმაც პირველივე კონტაქტებზე, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ პირველივე შეხვედრა 28 დღეზე უკვე გვაქვს სამშობიარო სახლის მერე და მე ინტენსიურად ხვდებით 2 თვეზე, 3 თვეზე, 4 თვეზე მინიმუმ ვაქცინაციაზე მოსულ პაციენტს, ხო, ეგრეთ წოდებულ ჩეკაპზე. ამიტომ შესაბამისად 4 თვე არის უკვე პირველი საფეხური, როცა შენ შეგიძლია შეამჩნიო შენ პაციენტს, რომ ის არის განსხვავებული სხვა, მაგალითად, მისი თანატოლი მეგობრებისგან. პირველი რა არის ეს? ეს არის თვალში კონტაქტის დეფიციტი, როცა არ გიყურებს, ანუ თვალში არ გიყრის, როცა ესაუბრები, მერე მოდის უკვე 6 თვეზე, როცა არ არის სახელზე რეაქცია, არ არის ღიმილები, სიცილი, ადეკვატური პასუხი და ამის უკვე ვითარდება. ამის შემდეგ რა ვითარდება? მერე მოდის 9 თვეზე, როცა აფასებ შენ პაციენტს, იქ უნდა იყოს სტაჟი, უნდა იყოს მუსიკაზე აყოლება, უნდა იყოს ადეკვატური პასუხი შენს ნებისმიერ რეაქციაზე და 1 წლის ბავშვი რომ მოდის, ის უკვე პასუხობს რამდენი წლის არის. ამას გაუცნობიერებლად ერთი ესე არ აკეთებს, ამიტომ შენ სვამ კითხვას და ის პასუხობს. არის 1000-ნაირი თამაშები ხელის გულით, თითებზე დათვლით, რა თქმა უნდა სიტყვების გამოთქმა მას 1 წლის ასაკში არ ევალება, მაგრამ მოქმედებებით ამას უკვე აკეთებს. ამიტომ პედიატრის ვალი რა არის? ჯერ ერთი ზოგადად მაინც პაციენტი 2 თვეზე, 6 თვეზე, 9 თვეზე სასურველია პირველი ნევროლოგმა შეაფასოს, თუმცა ნევროლოგი არ არის ის ადამიანი, რომელმაც დიაგნოზად უნდა გამოიტანოს აუტიზმი, მაგრამ არის მონათესავე მდგომარეობები, ეს რომ არ გამოგეპაროს, ეგ არის ფსიქომოტორული სფეროს ეტაპების განვითარების დაყოვნება, ამას მაინც გამოგირიცხავს კოლეგა ნევროლოგი, ხოლო პედიატრს ევალება, როცა უკვე აუტიზმის ნიშნებს ხედავს პირდაპირ ფსიქონევროლოგთან და ფსიქიატრთან გადაამისამართოს პაციენტი, რაც დაგვიანებულ ჩართვას შეუშლის ხელს და უფრო სწრაფად დავიწყებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი დაკარგული დღე სოფო დამეთანხმეთ, ჩვენს ირგვლივ არიან სამწუხაროდ ესეთი ბავშვები, ძალიან ბევრი და საუბარი არის იმაზე, რომ ქცევის დარღვევა უკვე ყოველ 26-27 ბავშვია და ამერიკაში უკვე დაიდო სტატისტიკურად, რომ 1.9% ბავშვები სამწუხაროდ უკვე არის აუტისტური სპექტრის მალიდან ნახეთ ქალბატონმა ლარიმ ჩამოგვითვალა ეს ნიშნები, რომელიც მეტწილად ალექსანდრას ჰქონდა, როდესაც მიმართეთ პედიატრს. მოდი მოგვიყევი, მიმართე პედიატრს. აი როგორ განვითარდა შემდგომ თქვენი ცხოვრება, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? შემდგომი ნაბიჯები რა იყო ალექსანდრასთან მიმართებაში? მე ქალბატონ ლალისთან ერთად და იმას ვიტყვი, რომ აქ აცრები არაფერ შუაში არ არის. ალექსანდრა აცრილია რამდენად? ყველანაირ აცრაზე ალექსანდრა აცრილი და ყველა წელიწად, ყველა სეზონის დაწყებაზე, ანუ სექტემბერში მე ალექსანდრას გრიპის აცრას უკეთებ და ბოლომდე გავუკეთებ, იმიტომ რომ ეს უფრო უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე უაცრობა. ეს პირველი. ალექსანდრას ეს პრობლემა დაბადებიდან ჰქონდა, ოღონდ აუტისტური სპექტრის გამოვლინება ან ხდება დაბადებიდან, ან 2 წლის ასაკიდან. ჩვენ ყველანაირი პროგრესი ჰქონდა 2 წლამდე და 2 წლის შემდეგ დაიწყო რეგრესი, რაც მე ჩემში როგორც დედა თვალში მომხვდა ეს ყველაფერი. ანუ ალექსანდრა ლაპარაკობდა, ალექსანდრა ჩვეულებრივად კონტაქტობდა 2 წლამდე და 2 წლის შემდგომ მან შეწყვიტა ლაპარაკი და შეწყვიტა თქვენთან კომუნიკაცია. კი ბატონო, ზუსტად ეს რამაც გაფიქრებინათ, რომ ეს იყო აუტიზმი. აი მე როგორ გაფიქრებინა პირდაპირ არ დაგიმალავდა, იმ ღამეს ყველაფერი იწყება, რით საფუძველზე ჩავწერე, ანუ ის რაც ბავშვმა იმ საღამოს დამანახა, რომ 15 ჯერ დაძახებულზე ბავშვი არ მომიტრიალდა, პირველი Google არის საფუძველზე დავწერე და ანუ მაჩვენებლები, რითაც უნდა გავიკოთ რა არის, პირველი იყო სახელზე უკუჩვენება რა და ნუ ის ღამე იყო, რამაც გადაწყვიტა ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. მივმართეთ ფსიქიატრს და ჩვენ ნევროლოგი არ დაგვჭირვებია, იმიტომ რომ გამოვლინებები ალექსანდრას ნევროლოგიური არაფერი არ ჭირდებოდა და ფსიქიატრმა არ გადაგვამა მისამართა ნევროლოგთან, თუმცა უკვე 7 წლის არის ალექსანდრა და ჩვენ წელს გვიწევს ნევროლოგთან კონსულტაცია, მაგრამ პირველი იყო ფსიქიატრი, ფსიქიატრმა მოგცა 5 თვე, 5 თვის საფუძველზე ჩავატარეთ ყველაფერი, მაგრამ პირიქით ისევ რეგრესი იყო, მე არ ვაღიარა ეს პრობლემა თავიდან. რატო? სტიგმა იყო თქვენთვისაც. ეს იყო ჩემი ოცნების შვილი არის ალექსანდრა, მე შული იმდოდა მყოლოდა და ეს ვერ მივიღე, მაგრამ იმას გეტყვით, ვერ ბებიამისმა დედაჩემმა ვერ მიიღო, მაგრამ მალინა ალბათ მიღებიდან ალექსანდრა ყოველდღე შეიცვალა. მას შემდეგ რაც მიიღეთ ის ისეთი როგორიც იყო. კი. იქამდე თქვენ არ აღიარებდით, რომ ალექსანდრას ჰქონდა ეს მდგომარეობა. მოდი ნუ მდგომარეობა ეს არის აუტიზმი არის მდგომარეობა და მას შემდეგ რაც თქვენ მიიღეთ, რომ თქვენ შვილს ჰქონდა აუტიზმი, ალექსანდრამ დაიწყო პროგრესი. კი. მოდი მოგვიყევი როგორ.
ალექსანდრა პირველ რიგში პირველმა ფსიქიატრმა ჩვენ ორი ფსიქიატრი გამოვიცვალეთ. ეხლა ვინც ყავს უკვე 3 წელიწადია ყავს და ძალიან კმაყოფილები ვართ და ჩვენ თურქეთში ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე ჩემი ფსიქიატრი თურქეთშიც ყავს, ამერიკაშიც ყავს, გერმანიაშიც ყავს და საქართველოშიც ყავს. ანუ მე ყველა საზრი მაინტერესებს ამ ერთ აზრს, ამათ ნათქვამ ექიმებს ყველას ვითვალისწინებ და ერთიანად გავდივართ ყველაფერს. აუტისტური სპექტრი კლასიკური, რასაც ალექსანდრას აქვს და ეს პრობლემა არის, ეს არის ბავშვთა აუტიზმი. ანუ 2 წლის და 4 თვის იყო ალექსანდრა, როდესაც დაიწყეთ თერაპიები. დღეს ალექსანდრა არის 6 წლის. 7-ის ბოდიში. აი ამ განვლილ გზას რა შედეგი მოყვა? ალექსანდრა სანამ მე მინდა რომ ჩვენ მაყურებელს სიურპრიზად წინასწარ დავუანოს, რომ აუცილებლად ჩვენი აი ამ საუბრის შემდგომ თქვენ ახალ სიუჟეტს თუ როგორია დღეს ალექსანდრა რომელიც არ ლაპარაკობდა, ალექსანდრა რომელიც კომუნიკაციაში ვერ შედიოდა ოჯახის წევრებთან, ალექსანდრა რომელიც ვერ ხტუნავდა, ალექსანდრა რომელიც დამოუკიდებლად ფაქტურად ალბათ ვერაფერს ახერხებდა. აი ძალიან გაგვიჭერდა თავიდან. და დღეს არის ალექსანდრა ფაქტურად შეიძლება ითქვას სრულფასოვანი ადამიანი და ეს არის მე ვფიქრობ რომ დიდწილად სწორედ ალექსანდრას აი ამ არაჩვეულებრივი დედის დამსახურება და აი ქალბატონ ლალის მინდა ვკითხო რამდენად მნიშვნელოვანი არის დედის, მამის და ოჯახის ჩართულობა. იმიტომ რომ იქამდე სანამ მალინა კიდევ უფრო დეტალურად მოგვიყვება თუ რა იყო მათი ჩართულობა როგორი იყო. მოდი მოგვიყევი ლალი, თქვენ რამდენად მნიშვნელოვანი არის დედის ჩართულობა, ოჯახის წევრების ჩართულობა და დიაგნოსტიკის მეთოდები რომ მოგვიყვე? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ როგორ მიიღებს მშობელი წეღან მალინა მახსენა ეგეთი რაღაცა რომ მე არ მივიღე თავიდან ეს დიაგნოზიო და ამან დრო დამაკარგინა, როგორც კი აღვიქვი სწორედ შვილის პრობლემა, მაშინვე გასწორდა ყველაფერი. ანუ წავიდა ისე როგორც უნდა წასულიყო. არ შემიძლია არ თქვა რომ ძალიან გულისამაჩუყებელია მოსასმენად, მაგრამ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ქართულ რეალობაში რაც გვაქვს, რაც მოყვა მალინამ, ამაზე ბევრად მძიმე დამოკიდებულებაში არიან მშობლები დიაგნოზის მიმღებლობასთან. სტიგმა, რომელიც არა მარტო ზოგადად აუტიზმს, ნებისმიერ დაავადებას, მათ შორის ინფექციურ დაავადებებს ახასიათებს საქართველოში ყველაზე მწვავედ და მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანებში. მაგრამ ქალბატონო ლალი ძალიან ხშირად გვესმის, რომ ბავშვს როდესაც დაუდგინდა აუტიზმის დიაგნოზი, ამისი მიმღებლობა არ აქვს მშობლებს. ისინი არ აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს აუტიზმი. ძალიან ბევრი არ აღიარებს. იმასაც გეტყვით, რომ მე რო დავწერე პოსტი Facebook-ზე, ბევრმა მომწერა, გთხოვ მაგ პოსტს ნუ გააკეთებ, გაიზრდება და ვეღარ გათხოვდება. აი ეს პრობლემაა საქართველოში. წარმოგიდგენია ხარ და მე ბედნიერი ვარ, რომ ალექსანდრა ასეთი არის. ის განსხვავებულია, სამაგეროდ ძალიან ნიჭიერია და ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ ჩვენ მაყურებელს როგორ გალობს და როგორ ღერის ალექსანდრა. ეს არის მართლა რაღაცა ჯადოსნური, რასაც მე ვუყურე, მე ვუსმინე. წარმოუდგენელია არის სწავლია ჩვენ თვითონ ისწავლა ეს ყველაფერი და მე აქვე უნდა ვთქვა რომ მე მქონდა იმის ფუფუნება და ბედნიერება რომ მე ალექსანდრესთან ერთად ერთ-ერთ ესეთ დასასვენებელ ადგილას მოვხვდი სრულიად ისეთი ინტეგრირებულია ალექსანდრე აი ამ სივრცეში ამ უცხო ადამიანებთან ისეთი სწორია მისი ვექტორი ყველასთან ურთიერთობაში ისე ერთობა ისე სწორად ჭამის კულტურა დანაჩანგლის გამოყენება რაც ყოველთვის არის აუცილებლად ვაჩვენებთ აი ძალიან გამეხარდება იცით რატომ იმიტომ რომ აი სად დედის როლამდე სწორად ამიტომ წავედი ნახეთ რამდენად სწორად იმუშავა მალინამ შვილის მიმართულებით რომ მართლა სრულფასოვან ადამიანთან აბსოლუტურად თითქმის მიახლოებული ვარიანტი არის ამ წუთში და კიდევ უფრო მეტი წინსვლა ექნება იმიტომ რომ რაც უფრო მეტად იზრდება მით უფრო მეტ რამეს სწავლობს აი რა მინდა ვთხოვო დედებს რომ პირველი მიიღეთ დიაგნოზი და მიიღეთ თქვენი შვილები ისეთები როგორებიც არიან ისინი და მალინა რომ არ კითხო არ შემიძლია თქვენ ცხოვრობთ თურქეთში და მე არაერთი ადამიანისგან გამიგია მედიკამენტოზური მკურნალობა რომელსაც არაერთი თურქი ნევროლოგი ატარებს და იყენებს უბრალოდ არ ვიცი რამდენად სწორია რამდენად მე კომენტარს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით მე ერთი რამე მინდა ვთქვა და მაყურებელს ვუთხრა რომ მალინა მე თავშივე ვთქვი და ახლაც კიდე მინდა ვთქვა რომ მალინა არის უამრავი ქართველი ადამიანის იმედი პატრონი
და იმ ადამიანების, რომლებიც აი უცებ სასოწარკვეთაში ვარდებიან და ესა თუ ის დიაგნოზი ესმებათ, ხშირად მიმართავენ, ძალიან ხშირად ისინი მალინას მიდიან თურქეთში და მალინა არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც ბოლომდე აი მათ გვერდში და პატრონობს მათ. ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქის იმედი არის სწორედ მალინა. და მან ყველაზე კარგად იცის რა ხდება თურქეთში, რა ხდება თურქეთის კლინიკებში და ალბათ ყველაზე კარგად შენ იცი რამდენად მიზანშეწონილია მკურნალობის ეს მედიკამენტოზური მეთოდი, რომელიც თურქეთში აქტიურად სხვადასხვა კლინიკებში ხორციელდება. აუტისტურ სპექტრს მკურნალობა წამლით არ ჭირდება და არ არსებობს და ჯერ ეგეთი რაღაც არ არსებობს, მაგრამ ოდესაც ბავშვში სხვა ნერვოლოგიური პრობლემა გამოისახება, მაგ შემთხვევაში ინიშნება წამალი. ოღონდ ჩემ ალექსანდრასაც აუტისტური სპექტრის გარდა გაფანტული აზროვნება და ჰიპერაქტივობა, ანუ ADHD-ს რო ვეძახით. აი ამისთვის წამალი შესაბამისად არსებობს და გვაქვს დანიშნული, მაგრამ ჩემს ალექსანდრას შემთხვევაში გაფანტულ აზროვნებაზე ორგანიზმმა წამალი ვერ მიიღო, მაგრამ ჰიპერაქტივობაზე მიიღო და დღესაც ვღებულობთ ამ წუთას. მაგრამ ის რომ აი თურქეთში არის ექიმი, რომელიც მედიკამენტით აუტიზმს მკურნალობს, ეს არის ზღაპარი, ეს არის ადამიანის ცუდად მოქცევა, ეს არის როგორ ვთქვა, უხეშადად არ გამომივიდეს საუბარი, ეს არის აი უვიცი ხალხის და ფულის კეთების საქმე, რომლის გამოც იმ თურქ ექიმებთან თურქები არ დადიან, იმიტომ რომ ლიცენზია მაგ მხრივ მათ არ აქვს და მხოლოდ იმ ქართველებზე, სომხებზე, არა თურქ მოქალაქეებზე ატარებენ ექსპერიმენტებს, ანუ ის ადამიანები, ის რამოდენიმე ექიმი, რომელიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს არის ექსპერიმენტის დონეზე და ის ატარებს ამ ქართველებზე ექსპერიმენტებს და პლუს ამას აკეთებს ბევრ ფულს. აუცილებლად უნდა გავაგრძელო მალინას თემა, რომ მალინამ როდესაც ამის შესახებ დადოს აღშფოთებული სტატუსი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი თამამად ვიტყვი ჩემი კოლეგებიდან, რომელმაც მაშინვე გავაკეთე გამოხმაურება და ვთქვი, რომ ეს ნავსი უნდა გაატყდეს, ამაზე საუბარი უნდა შევძლოთ და მე დარწმუნებული ვარ, სოფო, რომ თქვენი ეს სივრცე და ეს პოდკასტი იქნება დასაბამი, რომ ადამიანებმა ცოტა მეტი იფიქრონ, სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არც ერთ ლიტერატურაში, არც ერთ სამეცნიერო სტატიაში, არც ერთ პროტოკოლში, არც ერთ გაიდლაინში, არც დასავლურში, არც ამერიკულში, ვერსად ვერ შეხვდებით, რომ აუტიზმი ინკურნება მედიკამენტოზური გზით. ესეთი რამე არ არსებობს, არსებობს თანმხლები მდგომარეობები, არსებობს განსაკუთრებული მაგალითად აგრესიული მდგომარეობები, არსებობს ძილის დარღვევა, არსებობს ADHD, როცა ყურადღების კონცენტრაცია არ იმდოდა. რა თქმა უნდა, საუკეთესო ნევროლოგიური გუნდი ნეიროფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად ერთვება და ეს მდგომარეობა იმართება. არსებობს თუ არა რაიმე კვლევის მეთოდი, ანალიზი იქნება თუ რაიმე სხვა კვლევა, რა დროსაც შეგვიძლია ორსულობის დროს დავადგინოთ ბავშვს ექნება თუ არა აუტიზმი. აი ძალიან კარგი კითხვა დასვით, როცა აუტიზმი გაჩნდა 1953 წელს შემოვიდა ეს დიაგნოზი აუტიზმი, თუმცა მანამდე აუტისტური აზროვნება იყო შვედების მიერ შემოტანილი. სხვათა შორის დაიწყეს და 600,000 ორსულზე მეტი გამოიკვლეს ამ მიმართულებით. პრაქტიკულად ვერც ერთ შემთხვევაში დადასტურებულად ვერ დადეს. აქ გენეტიკურ ფაქტორზე იმ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, რომ სამწუხაროდ სტატისტიკურად ოჯახში, სადაც ერთი აუტისტი ბავშვია, ძალიან გახშირებულია შემთხვევები, რომ მისი და ან ძმაც ასევე არის აუტისტური სპექტრი და ამიტომ გარკვეულწილად დაიწყო საუბარი ამ გენეტიკურ ფაქტორზე და აქვე უნდა მივაბა სქესი და წეღან ვახსენე, რომ სქესი ძალიან ეს კითხვა ისედაც მქონდა და აუცილებლად უნდა მესვა. აქვს თუ არა აუტიზმის დროს სქესის მნიშვნელობა, აი რომელი სქესის დროს არის უფრო ხშირი და თუ არის რაიმე განსხვავება? თავშივე უნდა ვთქვა, რომ აი ჩემი საყვარელი ალექსა სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ ჯერეთი სტატისტიკურად სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ბიჭებში უფრო მაღალია სტატისტიკურად რისკიც და გამოვლინებული შემთხვევებიც, ვიდრე გოგონებში და გარდა ამისა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გოგონებში მის დიაგნოსტირება არის სოფო გართულებული, იმიტომ რომ გოგონები თავისი ბუნებით ისე კოხტად ახერხებენ, შენიღბონ თავიანთი ეს მდგომარეობა, რომ გოგონებში ასაკობრივადაც უფრო გვიან ისმება ეს დიაგნოზი, ან შეიძლება ისე გახდეს გოგონები
გოგონა და ჩვენც გქონია დიდ ადამიანებთან შეხვედრა, რომ გვიფიქრია, რომ აქ სადღაც რაღაც სპექტრი ხო არ იყო ბავშვობაში. ანუ რაღაც აკვიატებული მდგომარეობები, აკვიატებული კვების რეჟიმი, კონკრეტული ფაქტორებისადმი აკვიატებული დამოკიდებულება დიაგნოზის გარეშე არიან ეს ადამიანები, არაჩვეულებრივი შემდგარი წარმატებული ადამიანებიც არიან. იმიტომ რომ გოგონები ძალიან ლამაზად ნიღბავენ აი ამ მდგომარეობას, ამიტომ ბიჭებს უფრო უჭირთ ამ მიმართულებით. ახლა ალექსანდრას ძალიან გაუმართლა ამ ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, რომ აუტიზმი სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოს ჯერ კიდევ არის სტიგმატიზებული. აი რაღაცა ისეთი შემთხვევები თუ ქონიათ ცხოვრებაში, როდესაც გიფიქრია, რომ რაღაცა რთულია აი ამ მდგომარეობასთან ერთად ცხოვრება. აი თუ ქონიათ ასეთი შემთხვევა. მოდი მე პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ აუტისტური სპექტრი გენეტიკური დაავადებაა. პირველი იქიდან უნდა დავიწყოთ, უნდა გამოვარკვიოთ ეს პრობლემა ჩვენში არის თუ არა, რომ იმის მიხედვით მივყვეთ პროცესს რა და ალექსანდრას შემთხვევაში ცოტა სხვანაირად მოხდა. კი, გენეტიკური პრობლემა იყო, მაგრამ იმდენი მუშაობის შემდეგ, რომ პროგრესი მივიღე, მე ამოვისუნთქე. დღესდღეობით ბოლო 1 წელიწადია უკვე აი სხვანაირად უყურებ ამ გარემოს რა, იმიტომ რომ ის ცოტა განსხვავებული არის. ყველგან თავის განსხვავებას მალევე ამჟღავნებს და უკვე კარგად ამჟღავნებს და ის ტანტუმები, ის აგრესიული მდგომარეობა, რაც ჩვენ გქონდა 2 წლის და 3 წლის წინ თითქმის აღარაა გვაქვს. ნუ ყველაფერს ეფერება, ყველაფერს კოცნის და ასე შემდეგ და. ნუ მე მქონდა ის პერიოდი, რომ თავის მოკვლაც მინდოდა, იმიტომ რომ რასაც კითხულობდი და იქ გენ მუტაციაზეც იყო საუბარი, იყო სხვანაირად ასახული. თვით ამერიკაშიც კი ბოლომდე გაურკვეველია მდგომარეობა ამ პრობლემის, ვერაფერს აუტიზმის კი, იმიტომ რომ რაღაც გენ მუტაცია გქონდა ჩვენ და რის საფუძველზე ის გენ მუტაცია არ დადგინდა. კი, აქ ალექსანდრას, მაგრამ აუტისტური სპექტრიდან გამომდინარე აქვს და ჩვენ გვყავს ერთ-ერთი გენეტიკოსი, ექიმი, პროფესორი, რომელიც აქაც გვყავს და გვყავს თურქეთშიც და ჩართული არის მაიო კლინიკაში მაგალითად, იქ არის დიდი ცენტრი, სადაც ასეთ ბავშვებს კურირებენ და ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის, რომ აუტიზმი საიდან მოდის. და ალექსანდრას შემთხვევაში ბევრი მუშაობის შედეგად მივიღე ეს, რო არ მემუშავა ამდენი დღის განმავლობაში 7-6 საათი დატვირთვით თერაპიები რო არ მქონოდა, დღეს ალექსანდრა ვერ სიმღერებდა, ვერც აქტიური ვერ იქნებოდა, მაგიდასთანაც ვერ დავსვამდი ბავშვს და ის რაც მას ძალიან უყვარს, ეს არის სიმღერა, გალობა, ამ ყველაფერს ვერ იზამდა. ქონია თუ არა რთული შემთხვევები აი ამ გზის განმავლობაში, რაც შენ და ალექსანდრამ გაიარეთ? კი, ძალიან რთული შემთხვევები მქონდა, ის ძალიან დიდ ცუდ ტანტუმებს ატარებდა, თავის თავს აზიანებდა და სხვა ბავშვებსაც აზიანებდა. ანუ ქონდა აგრესია? კი, იყო აგრესია. კი, იყო აგრესია ქონდა, როგორ იცი? თუ მას ვინმე გზას და ანუ თამაშის დროს ხდებოდა ყველაზე მეტად და აი მაგალითად პარკში სასრიალოზე ბავშვის სრიალებს და ხელი უკრია ბავშვისთვის კინაღამ ცუდ შედეგებამდე მისულართ, მაგრამ ნელ-ნელა დატვირთვით მოთხოვნით, ცოტა მე მკაცრი დედა ვარ, დესპოტი შემიძლია უთხრა საკუთარ თავს, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, ოღონდ მას ერთი სიტყვა ეთქვა და ორივე ვტიროდით და ვეუბნებოდი თქვი და მოგცემ კამფეტს, თქვი და მოგცემ შოკოლადს და ეს საათობით გაგრძელებულა ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ უკვე ყველაფერი მაგ მხრივ შეიცვალა, იმიტომ რომ ძალიან კარგი თერაპევტები და თერაპიის ხელმძღვანელები გვყავს ჩვენს და შეძლებს დაგვარად უკვე ბევრი თერაპია ჩაგვეხსნა და ამ წუთას 3 თერაპიას დავდივართ, ეს არის სპორტის თერაპია, ეს არის მეტყველების თერაპია, იმიტომ რომ ალექსანდრა მეტყველებს 4 ენაზე. პირველ ენას დავაყენებ თურქულს, ინგლისურს, ქართული უჭირს, კი, გაგაგებინებ და იცი შენ. ვერ დაგეთანხმები რომ უჭირს ნამდვილად. მე ვერ დაგეთანხმები. ჩვენ გამართულ ქართულად ჩვენი მაყურებელი სიუჟეტში გამართულ ქართულად ვერ საუბრობს, მაგრამ საუბრობს, ყველაფერს გეტყვის, აგიხსნის. გაგაგებინებს აბსოლუტურად. მაგრამ სხვა ბავშვების სამშობლების მხრიდან თუ ყოფილა აი ესეთი ბულინგის ელემენტები ალექსანდრას ცხოვრებაში? კი. მე მქონდა საქართველოშიც მქონდა და თურქეთში არა. აი საქართველოში სამწუხაროდ ჩემ ქვეყანაში ტაძარში რო შევიყვანე და ბავშვმა happy birthday რო იმღერა, გაიყვანეთ ეს ბავშვი ტაძრიდან.
აი აუტ ხო ის სანთლები დაინახა და აბსოლუტურად აბსოლუტურად და წარმოსახვა სხვა ქონდა და გაიყვანეთ ეს ბავშვი. აი ეს აბადმყოფი ბავშვი გაიყვანეთ აქედან და აი ეს ბევრჯერ მქონია ეგ შემთხვევა რა, მაგრამ მე ყოველთვის თურქეთს იმიტომ ანუ თურქეთში ცოტა სხვანაირადაა ეს მდგომარეობა. პირიქით, ყველა სკოლაში მე იმასაც გეტყვი, რომ მე საქართველოში ვაპირებდი ბავშვის სკოლაში მიყვანას და ერთ-ერთმა სკოლამ უარი მითხრა, იმიტომ რომ კი, ანუ საქართველოში ერთ-ერთმა სკოლამ, იმიტომ რომ ალექსანდრას აუტიზმი აქვს, უარი გითხრათ მის მიღებაზე? კი. და რა იყო პასუხი, რატომ? იმიტომ რომ სხვა მშობლებს არ უნდათ კლასში ყავდეთ აუტისტური სპექტრის ბავშვი. ეს ერთ-ერთი ცნობილი სკოლა, აქ ვერ დავასახელებ სახელს, იმიტომ რომ ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს სკოლა. ხო, საერთოდ არ ვთვლი რომ ის უნდა დაინდო და არ უნდა დაასახელო, ეს უკვე თქვენი გადაწყვეტილებაა და რასაკვირველია, მე ამ თქვენ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევი და ეს არის ძალიან დიდი დანაშაული მათი მხრიდან, მაგრამ ნება თქვენია, ეს არის უდიდესი დანაშაული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არაერთხელ ვთქვი, ჩვენი მაყურებელი გაიცნობს სიუჟეტის მეშვეობით ალექსანდრას და მიხვდება როგორი გამორჩეული, საუკეთესო და როგორი მაგარი გოგო არის ალექსანდრა და ბოლოსკენ მინდა წავიდეთ და ლალი გკითხოთ ასეთი რაღაც მოგმართავენ მშობლები აი ამ ჩივილებით როგორ ხდება გადამისამართება და რა არის მეთოდი რითიც ხდება აუტიზმის დადგენა კიდევ განმეორდები რომ ყველა პედიატრის ვალია რომ რაც შეიძლება ადრეულ ასაკზე აღმოაჩინოს პირველადი ნიშნები თქვენის ნებართვით, იმიტომ რომ ჩვენ ესე ქაოტურად კი მოვყევით ყველაფერი, მაგრამ აი ჩამოვთვალოთ რას ვამბობთ, პირველი არის აუცილებლად ეს არის თვალით თვალში კონტაქტის არარსებობა, მერე მოდის უკვე სახელზე რეაქციის არქონა, მერე მოდის ამოჩემებული მოძრაობები, აი ოღონდ ყველაფერ ამას აკვირდებით, ძალიან ხშირად და ალბათ მისმენენ ჩემი მშობლები რომ დაუდიათ ესეთი ძალიან მტკივნეულო ვიდეოს დადებს, რომ სათამაშო მიუტანა თავის შვილს. როგორ ვთქვა, დავასპოილერებთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სიუჟეტი გველოდება წინ და ყველა კარგად ნახავს თუ რას ნიშნავს, როდესაც აქტიურად ერთვება ოჯახი, აქტიურად ერთვება დედა და ასეთი არაჩვეულებრივი დედა, როგორიც მალინა არის ბავშვის ცხოვრებაში და აი ამ პრობლემასაც ვერ დავარქვათ, მდგომარეობას მართავენ ერთად. და ვნახავთ თუ საიდან სად შეიძლება მივიდეს ბავშვი და როგორ შეიძლება წარიმართოს მისი ცხოვრება. სოფო, კიდე დავამატებ ერთ რაღაცას, ოჯახის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ძმა. ეს აუცილებლად მნიშვნელოვანი არის ემოციურად ბავშვისთვის. ჩემს შვილს მამა ძალიან უყვარს და დღემდე ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ სამწუხაროდ რატო პრობლემის წინაშე? იმიტომ რომ ანუ მამა მიატოვა ბავშვი და არ კურირებს არანაირად, არც ურეკავს. მანამდე ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მას აუხსენი ეს ყველაფერი. ნუ არიან ესეთი მამებიც, რომლებსაც ამ პრობლემის გამო და სხვა პრობლემების გამო მამა მიატოვა ბავშვი, იმიტომ რომ ის იყო ანუ იცით რა არის, მე როგორც ის იძახის, რომ მე ვაბრალებ ამ ყველაფერს, რადგან გენეტიკურია, ეს ჩემი ბრალი არ არის, გენეტიკოსებმა დაამტკიცეს ეს ყველაფერი, რომ ეს არის გენეტიკური, რის გამოც მე ამ მდგომარეობაში აღმოჩნდი და დღემდე იძახდნენ და არის ის პრობლემა, რომ არ აღიარებს მამა ამ პრობლემას და იძახის, რომ არ არის ეს და მე თურმე ვაბუქებ ამ ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ არა. ნუ მამამ არჩევანი გააკეთა სხვა რამეზე და ბავშვი მიტოვებული არის. დიდი ხანია მამა ბავშვთან კომუნიკაციაში არ არის. ხო, ბოლო 2 წელიწადია ბავშვთან არ კონტაქტობს, საერთოდ. და ბავშვი მამას ითხოვდა, ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, მაგის ფაქტები და ვიდეოებიც მაქვს სახში, რომ ბავშვი მამა უნდა და მამასთან ვერანაირ კონტაქტზე ვერ გავდივართ და არც მას კონტაქტზე გასვლას თავი ეს რამდენად აისახება მის მდგომარეობაში? ძალიან მაგის თქმა მინდოდა, რომ მშობლებო, დედებო, მამებო, აუცილებლად ყოველი პერიოდი, ის პერიოდი, თან პირველი 2 წლიდან, როდესაც ამ პერიოდს გავდივართ, 8 წლამდე არის, რასაც
ისრუტავენ ბავშვები ძალიან მალე და ეს არის გარდატეხის პერიოდი. დიკერა როგორ გითხრათ, ამ პერიოდში ხდება ბავშვებში ყველაფრის მიღება რა. მე უკვე რაც აქვთ მიღებული, იმის გამყარება ხდება რა და მე მქონდა ძალიან მინდა უკვე თითქმის წელიწად ნახევარი დამჭა იმისთვის რომ რაც მისაღებია ეხლა მივცე და რასაც მიიღებს უკვე ნელ-ნელა დაამატებს. ეხლა სწრაფად ხდება ამ ყველაფრის მალე ათვისება, მალე ითვისებს და მშობლებს ვთხოვ დედებო და მამებო, ბავშვების ამ პრობლემის წინაშე როცა ხართ, მთელი დღე ეცადეთ, რომ ბავშვებთან იყოთ კომუნიკაციაში. თანაბარი ჩართულობა რო გქონდეთ დედაც საჭიროა, ბებიაც საჭიროა, ბაბუაც საჭიროა, იმიტომ რომ 1 საათი თერაპია არ ყოფნის ამ ბავშვებს. სახლშიც უნდა გაგრძელდეს ეს თერაპიები, თუნდაც თამაშით, თუნდაც იმ კომუნიკაციით, რომ თვალის კონტაქტი იყოს მნიშვნელოვანი. თვალის კონტაქტი, რაც უფრო დიდი ხანია, მით უფრო შეთან არის ბავშვი და არ არის გასული სამყაროდან. აი ამას ვეტყოდი ყველა მშობლებს. იყავით შვილების ურთიერთობაში ჩართული, იყავით ყველა კომუნიკაციაზე. ბევრ კითხვას დაგისვამთ, ერთი და იგივე კითხვები მოდიოდა, ერთი და იგივე პასუხი. ოღონდ განსხვავებულად მიეცით, რაც მნიშვნელოვანია. და აუტისტური სპექტრის ბავშვებს კიდევ დავამატებდი ერთ რამეს, შეუცვალეთ ადგილები. რაც მე რას ნიშნავს? როდესაც შემთხვევით მე წავიყვანე ალექსანდრა, აი დედაჩემი ავად გახდა, ბავშვი ვერ დაუტოვე და მომიწია წასვლა პრაღაში. ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიყვანე სხვა ალექსანდრა და მივხვდი რას, რომ გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით ბევრ რამეს ითვისებს. და ყველა ჩემი მოგზაურობა შეძლების დაგვარად ალექსანდრასთან ერთად არის და რამდენიმე სწავლობს ბევრ რამეს რა და ცდილობს რომ ყველაფერი შეითავისოს. ეხლა ბოლოს იყო კოპენჰაგენში და აი ეს კოპენჰაგენია გადმოტანილი ყველანაირად და ფიქრობს რომ კიდე წავა რა და აი ყველანაირად აი ახლაც ჩვენ ამ გადაცემას წერთ და ის ამ წუთას გზაშია, იმიტომ რომ გურიიდან მოდის, იმიტომ რომ ის კომუნიკაცია მიწასთან, ბალახთან, ყვავილთან, ცხოველის დანახვა, წიგნიდან ასახული სხვა არის, შეხება სხვა არის და ჩვენს ქვეყანაში თუ კონტაქტურ ზოოპარკს გავაკეთებთ, ეს ძალიან კარგი იქნება. არის კონტაქტური ზოოპარკი. ჩვენ ყველა ქვეყანაში, იმიტომ მივდივართ, რომ ზოოპარკი დავათვალე, ცხოველები მასზე ძალიან კარგად მოქმედებენ და დიდი ხანი ეს კონტაქტური ეს უნდა იყოს სუფთა ჰაერზე, ანუ ღია სივრცეში და აუცილებლად უნდა მოხდეს კონტაქტი, იმიტომ რომ ეს ჭირდებათ ამ ბავშვებს. ძალიან დიდი მადლობა. მალინა, უღრმესი მადლობა. პირველ რიგში რომ ხარ ისეთი როგორიც ხარ, პირველ რიგში რომ ხარ საუკეთესო დედა და საუკეთესო ალექსანდრას დედა. ქალბატონო ლალი, მადლობა თქვენ ასევე ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ხართ პირველ რიგში მოდი ვიქნები აქ ეგოისტი და სუბიექტური რომ ხართ ჩემი იმედი და ჩემსავით ალბათ ათასობით ადამიანის და ოჯახის იმედი და თქვენ დაგველოდეთ სულ რამდენიმე წამში იხილავთ თუ როგორი არის ალექსანდრა. როგორი არაჩვეულებრივი არის ალექსანდრა და როგორი მაგარი დედა ყავს ალექსანდრას, რომ შეძლო ის, რომ დღეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრა არის სრულყოფილი, სრულფასოვანი და ახერხებს ყველაფერს, რაც საჭირო არის ყოველდღიური ცხოვრებისთვის. დაველოდოთ თქვენ კი გემშვიდობებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები. თქვენც გემშვიდობებით და დაველოდოთ ცივი. პირველი რაც ეს პრობლემა გავიგეთ, იყო ჩემთვის ძალიან აი დაინგრა ჩემი სამყარო, ყველაფერი, ჩემი ცხოვრება და ვერ შევეგუე, ვერ ვეგუებოდი და რამდენჯერაც ვერ ვეგუებოდი, იმდენჯერ უფრო და უფრო მირთულდებოდა ყველაფერი რა. მე დავიჭერე დიაგნოზი. და რო დაიჯერე როგორ განვითარდა? აი დაჯერება რო დავიწყე რომ შევეგუე და ეს არის განსხვავებული პირველი დღიდან
ყველაფერი წინ წავიდა. ნელ-ნელა ყოველ 3 თვეში რომ ექი მასწავლებლებს ხვდებოდით, სასწაული შედეგები გქონდა. მე ვიცი რა ამ პერიოდში გაიარე ბულინგიც გავიარე, ბავშვებს პრობლემები იყო, რომ აი აუტისტური სპექტრი, სხვადასხვა სამწუხაროდ და საუბედუროდ საქართველოში ეს პრობლემა მქონდა. მამა ჩვენო, ამერიკა თეთაშია, მინდა იყავი სახელში. სოფელაში, იყავი ნებაში ნიამი. ძალიან რთულია უყურო მარტო და ვიფიქრე რომ აღარ მინდა რა. და ამ ჩემშულის ასეთ მდგომარეობას მე ვერ უყურებ და ჯობია მოვკვდეთ ხო და კი ნამდვილად გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ის რაც ძალიან დიდი ცოდვა არის ეს სუსტი ადამიანებს შეუძლია ესეთი რაღაცები გაგდო რომელსაც ძალა არ აქვს მაგრამ რა ვქნა და ერთი პლუსი ის არის რომ რო არა ჩემს ცხოვრებაში რეზი მაშინ ჩემთან ერთად იყო სტამბულში და რეზიმ მიპოვა, მიპოვა როგორ რა რომ საძინებელში რომ მალინა, მაგრამ მე ძალიან მხიზელი ძილი მაქვს რა და დალეული გქონდა ამ დროს? კი, დალეული მქონდა, გათიშული ვიყავი. აქვს იმისი პერსპექტივა რომ დიაგნოზი ალექსანდრას შემთხვევაში მოიხსნას. კი, ეგ დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება. მე ამის იმჯერა და მე მგონი ეხლა ჯობია წავიდეთ ტაძარში და მოვისმინოთ როგორ საოცრად გალობს ჩვენი გოგო. აღდგომა მოდის. ქრისტეს გაკრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დაკოველი და საფლავები შინათა ცხარე ბიზმიმულიჭე ველი ილია უნდა ნახოთ ილია ნახე ილია აგერ არის აი პატრიარქი არის ეს არის ჩვენი საქართველო ნიკოპსიდან დაარბადამდე და ჩვენი პატრიარქი დაჩუქილია ქრისტეს წინაშე და საქართველო არის ანგელოზებში სულ ხო ეს ანგელები და პატრიარქი ჩვენი ქვეყნისთვის ევედრება ღმერთ ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ეს ვინა ნინიო ეს ვინ არის ვინე ქართველი წმინდანები არიან ესენი ხო ერთხელ ვისაუბრეთ და ვიცით რომ დიდი ხნის განმავლობაში და ახლა შეიძლება ითქვას მეტნაკლებად, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ სტიგმა არის ეს დიაგნოზი. აი რამდენად დამეთანხმები და რამდენად შეხვედრილ ხარ მსგავს პრობლემებს. ზოგადად ეს არა მარტო საქართველოში, ყველა ქვეყანაშიც უმეტესწილად ასეთ პრობლემურ მდგომარეობაში ბავშვებს არ აჩენენ, არ გამოყავთ, მალავენ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით და ოჯახში წევრები ესეთი ბავშვები ყავთ და არც დაბადების დღებზე მიყავთ, არც რესტორანში, არცად. არა, მე პირიქით ეს არის დიდი დანაშაული ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასეთ ბავშვებს სჭირდება პირიქით საზოგადოებაში გასვლა და პირიქით მათი განვითარებისთვის და მათი ამ პრობლემის დაღწევისთვის პინოკ, მოგონახე. პინოკ ხო, მივდივართ იქ წამო გავიქცეთ გინდა? და აი როგორად მნიშვნელოვანი არის შეჩოული მყავს პარკებში და ესეთ ადგილებში გამოყვანა სრულად ადაპტირებული არის გარეგან. ყველანაირად ყველაფერს ხვდება სად როგორ ანაირად და აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არის ესეთი ბავშვები ყველგან აბსოლუტურად მალინა და ფემილი რეზი მალინა და ფემილი ყოჩა მაგარი გოგო ხარ არა დედა აქ ვაკის პარკში ვარ პარკი ჩვენ უნდა წავიდეთ აქედან მე თაწმინდა აუცილებლად უნდა წავიდეთ და ვიყიდოთ
წამოდი, ახლა რაზე ვიკატაოთ ნედაში? აი, იქ არის და ვიკატაოთ, ხო? მანქანა აბაგებულია. რა არის? მანქანა აბაგებულია. მანქანა? აი, ნახე რამდენი საკარუსელები არის. ვიკატაოთ, გინდა? წამო გავიქცე. წამოდი ჩქარა. გინდა? სრულად ადაპტირებულია გარემოსთან. ფაქტობრივად თავისით შეუძლია ყველაფერი. კი, კაცო, კი. მაგის პრობლემა საერთოდ არა გვაქვს. უკვე ყველანაირად ვერავინ ვერ მიხვდება ამას თუ პრობლემა აქვს. ვერავინ აბსოლუტურად იმდენად დიდი წინსვლა აქვს რა.